მოგესალმებით. ჩამოვიდა ნანატრი ბიუჯეტური დანები, რამდენი ხანი ველოდებოდით, რომ მოკლედ ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ რავი, ღირდა მე მგონი ლოდინი საკმაოდ კაი ნივთებია. გაჩვენებთ ახლა, რავი, მე მგონი ყველა რო გაჩვენოთ ცოტა მოსაწყენი და გაწელილი ვიდეო გამოგვივა, ამიტომ რამოდენიმე ცოტა ნადავხედავ რა და განსხვავებული მოდელები გავიაროთ, ერთმანეთისგან ცოტა მეტნაკლებად მასალებით განსხვავებული მოდელები და შემდეგ ნუ ყველა ნივთი რა თქმა უნდა განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე, იქ ნახავთ უკვე დეტალურად მონაცემებს, ფასებს და ასე შემდეგ. ხო, სანამ ამ ყველაფერს დავიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვეხმარეთ განვითარებაში, არ ჩამორჩებით თან ჩვენს სიახლეებს და თქვენ მეგობრებსაც გაუზიარეთ, რომ იცოდნენ, რომ ჩვენს მაღაზიაში ესეთი რაღაცეები ხდება. როგორი რაღაცეები, მაგას ახლავე მოგახსენებთ. ესე იგი, ახალი ბრენდი დაგვიმატა, Free Tiger-ი, ну ესეთი ხუთი შეფუთვა დაახლოებით ისეთი მარტივი და დიდი არაფერი, მაგრამ არის მათი მონაცემები, ბრენდი, რაღაცა პატარა ისტორია წარმოშობის და რაღაცები დატანილი და ზედ მოდელი, რომელი მოდელის არის ეს კონკრეტული ყუთი. ბევრი განსაკუთრებული შეფუთვა არ აქვს, მაგრამ უარესი შეფუთვებიც გვინახავს, თქვა შორის ძალიან ისეთ კარგ ბრენდულ დანებზე რა. ხო, მოდი დავიწყოთ. სახელები ცოტა უცნაურები ქვია ამ მეგობრებს, მაგალითად Free Tiger-ი რადგან ბრენდს ქვია, FT-10 იწყება და FT601-ია ეს კონკრეტული მოდელი, აი პირველი ფლიპერი გახსნის მექანიზმი, ესეთი მეტალის სტარი, D2 ფოლადი. ძირითადად ესენი ხმარობენ ზოგადად რო გითხრათ ამ ბრენდზე, არა დიდი ხნის ბრენდი და ძირითადად ხმარობენ D2 ფოლადს, 14C28-ს და რამდენიმე მოდელზე 8 ქრომი შემხვდა კიდევ. ბრენდი ჩინურია, ქარხანა ჩინეთში აქვს, მუშაობენ, აკეთებენ ზოგი დიზაინი, მოპარულიც აქვს შევადყე რაღაც მოდელებზე, ზოგი თავისი შექმნილია. მასალები ისეთ საშუალო, მიკარტა G10, ულტემი, კარბონი და პირის დაფარვები არის თოუნოში, სატინი, ცოტა სხვადასხვა გემოვნების და მრავალფეროვან დანებს აკეთებენ, მოკლედ დანების გარდა მულტიტულებსაც აკეთებენ, ფიქსირებულ დანებს, კიდევ რაღაცა სიახლეებს აანონსებენ, როგორც მომყარი ყური და ვნახე მათი სიახლეები მოკლედ და მაგათაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. ხო, ნუ ფასებს რაც შეეხება ბიუჯეტური თქო ვიძახი და ბარემ გეტყვით, ზოგადად ჩვენს ვიდეოებში იცით რომ ფასებზე არ ვაკეთებ ხოლმე აქცენტს. ფასი ვისაც დაინტერესებს, ერთად საიტზე გადავა და ნახავს რა, არც მელამაზება დიდაც თუ რაღაც იმას ლაპარაკი, მაგრამ ეს ისეთი ბრენდია და ისეთი დანებია, რომ აქ ღირს მე მგონი ფასზე საუბარი, იმიტომ რომ მაგითია უფრო საინტერესო, რა ბიუჯეტური დანაა და ფასიდან გამომდინარე მე ხარისხიც მოგწონს და ყველაფერი რა, იმიტომ რომ ესეთ დანას რომ დაადო თქვა $400-500, რა თქმა უნდა ითქვი რომ ძვირია, მაგრამ ეს ჩვენ მაღაზიაში ამის გასაყიდი ფასი იქნება 45 ლარი და 45 ლარად მსგავსი ხარისხის დანა, რა მე მგონი დამეთანხმებით რომ ნამდვილად კარგია, არ არის დასაწუნი, გახსნის მექანიზმი ფლიპერი როგორც ნახეთ, მექანიზმი საკისრებზე, პირის დასრულება სატინი, არანაირი რყევები, ნუ ხარისხი კარგი აქვს, არანაირი გვერდითა ზედა 45 ლარიან დანისგან არ ელოდები რაღაცა სასწაულს, მაგრამ მსგავს ხარისხს ნაკლებად ელოდები, მე პირადად ცოტა მეშინოდა სანამ ჩამოვიდოდა და ვნახავდით ამ დანებს და გამოკვირვა და კარგად გამოკვირვა სასიამოვნოდ რა. ამის ქვამდე საკმაოდ კარგი ხარისხია. ზომა წონა ადეკვატური, ფორმას მომწონს რა პრინციპში ამ დანის ხარისხი და იმაგას მომდი ფასიდან გამომდინარე მით უმეტეს კიდევ ორმაგად მომხიბლელი და საინტერესოა. ეს რაც შეეხებოდა ამ ჩვენს მოდელს ხო და სათითაოდ რომ ყველა არ გავიარო, აქა-იქა რაღაცა მოდელებს ავიღებ და მათ ფასებს გეტყვით და დანარჩენს თავად განსჯით რა, მაგალითად ეს მოდელი ავიღოთ, აგერ G10 სტარი, D2 ფოლადი გვაქვს ამ შემთხვევაში, FT901-ია ეს კონკრეტული მექანიზმი, აქაც საკისრებზია. ფორმას რასაც უყურებთ ისეთი სადა, კლასიკური ფორმა, კარგი სამუშაო. საკმაოდ ნორმალურადაა ყველაფერი გაკეთებული ცენტრი ზის, ლაინერის ეს გვერდი გამოყვანილია, რაღაც თიც არ გაგიჭრის დაკეცვის დროს და რაღაცა G10 სტანდარტულად კარგადაა დამუშავებული, ეს კუთხეებიც მხოლოდ ის რაღაცა სადა ის არ არის ნაფიქრი რაღაც ამოღებები გაკეთებულია. საკიდი რკინის, არა ტიტანის, მაგრამ ესეც საკმაოდ ისეთი რა ლამაზი და ნორმალური. რავი, ედისის ვარიანტში საკმაოდ კარგი დანაა და ამის გასაყიდი ფასი ჩვენ მაღაზიაში იქნება 60 ლარი ხა, რა ვიცი. ფიქრობ საკმაოდ კარგი არჩევანი იქნება, ეს მეორე მოდელი აგერ მიკარტა სტარიანიც ავიღოთ. აქაც გახსნის მექანიზმი ფლიპერი გვაქვს, კარგი სამუშაო ფორმა. საკემპინგეთ სალაშქრო დედისი დანოთ, ფიქრობ რომ ძალიან კარგი და გამოსადეგი იქნება. საკმაოდ თხელია, რკინის ლაინერები გვაქვს აქაც. არა გვაქვს ტიტანები და არა გვაქვს ფხვნილოვანი ფოლადები, მაგრამ D2 ფოლადი საკმაოდ კარგია, ჭრის ხარისხი კარგი აქვს, პირს კარგად ინარჩუნებს. ამ დანის გასაყიდი ფასი ჩვენთან იქნება 70 ლარი.
და რა ვფიქრობ საკმაოდ კარგია რა მინდა სასაჩუქრე ცოტა ბიუჯეტურად როცა გინდა გამოხვიდე ადამიანთან ნუ შეიძლება ბიუჯეტურად არ გინდა გამოხვიდე მაგრამ ის ადამიანი არის დამწყები და ეხლა იწყებს თქვა დამწყები დანის სფეროში ასე თქვა დანის გამოყენებას ეხლა იწყებს როგორც პირველ დანად ვფიქრობ სრულიად საკმარისია რომ გაიგოს ნორმალური დანის ხარისხი და შემდეგ თუ გაუჩნდება უფრო მეტის ამბიცია ნუ არის ჩვენს მაღაზიაში მოიძებნება ყველა კატეგორიის დანა და შეგვიძლია მე უფრო წავახალისოთ ასე თქვა ჩვენი მეგობარი და სხვა უკეთესი კარგი დანას ვაჩუქოთ. საწყისად ვფიქრობ ძალიან კარგია რა. აქაც ისევე მყარი საკმაოდ კარგი კონსტრუქცია რანაირი რყევები, თხელი და პრაქტიკული დანა. ახლა გათამაშებაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით მეგობრებო, წინა ვიდეოში ჩავწერეთ და ახლა გამეორდები. ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ მე და გიო. ამ თვეში მარტის ბოლომდე ვინც ჩვენთან რაიმე ნიუს შეიძენს, ყველას გადაეცემა ესეთი გათამაშების ბილეთი, სადაც დატანილია ნომერი, ნუ 1-ით იწყება. დაიწერება სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩავარდება პატარა აკვარიუმჩიკში და მეორე ნომერს გავატანთ იმ ადამიანს. შემდეგ თვის ბოლოს 3 მათგანი გამარჯვებული, ვინც გამოვლინდება, შემთხვევითობის პრინციპით, ამაზეც ან ლაივში ავწერთ, ან ვიდეოს და გაჩვენებთ რა. მოვიგებთ, დაურეკავთ იმ ხალხს და გავახარებთ ესეთი პატარა საჩუქრები მოვიფიქრეთ რა. პირველი ეს Ravenkrest-ის დანა, მოგხსენებათ ამერიკული ბრენდია, დამზადებულია ამერიკაში, OTF-ი გახსნის მექანიზმი, საკმაოდ კარგი ხარისხიანი დანა და OTF-ი მექანიზმები ძალიან უყვარს ყველას რა, ესეთი ლამაზ მაგარ ფერებშია და ვფიქრობ საინტერესო და კაი ტიპია ეს დანა, გვაქვს ესეთი ტყავის ხელნაკეთი, საფულე მოგხსენებათ მსგავსი ნივთებიც მოიპოვება ჩვენს მაღაზიაში. და კარგადაა შესრულებული ძალიან ბევრი ესეთი საბარათეები, საბარათი ჯიბეები, სახურდე და ქეში შესანახი, ესეთი სტანდარტული დიზაინი ავარჩიე, კლასიკური, რაც მეტნაკლებად ყოველს გემოვნებაში ჩაჯდებოდა, თორე გვაქვს მაღაზიაში კიდევ განსხვავებული მსგავსი ტყავის ნივთები და აი ესეთი ჩვენი ახალი ბრენდის Free Tiger-ის დასაკეციდან ავარჩიეთ კიდევ ძალიან ლამაზი, ესეც სადა ფორმა შევარჩიეთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორი ჯობდა გაგვეთამაშები, ესეთი რომ მეტნაკლებად ჩამჯდარი იყო ყველა გემოვნებაში და ყოფილიყო პრაქტიკული, ესეთი დანა ავარჩიეთ. მიკარტა სტარია, ესეთი ლამაზი საკიდი, კარგი პირის ფორმა, D2 ფოლადი, შავის თოუნუს დაფარვით და ვფიქრობ ესეც მოეწონებათ ჩვენს მომხმარებლებს. ხო, ყოველთვის ვცდილობთ და გვინდა რომ გავახაროთ და ისე გავახაროთ ჩვენი ხალხი, რომ დარჩენ კმაყოფილები რა თქმა უნდა. ნუ პირობებს რაც შეეხება, როგორც გითხარით. ნივთი უნდა შეიძინოთ ჩვენთან და კონდეს ჩვენი არხი გამოწერილი YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. სულ ეს იყო, დიდი მადლობა და წარმატებას უსურვებ ყველა ჩვენს მომხმარებელს. ხო, შედევ ნუ ეს ლაინერებზე იყო ეს დანეპირველი ფრეიმი იყო, ესენი ლაინერ ლოკები, აგერ აქსისიც აქვს გაკეთებული. ნახოთ მოდი ამის მექანიკაც, საკმაოდ კარგად თამსლადით იხსნება სტანდარტულად. აი ესე ძალიან რბილი. აი ესეთი მისაღები მექანიზმი რა. მექანიზმი საკისრებზეა და მოძრაობს შესანიშნავად და საკმაოდ მყარი და ესეთია, აქაც ფოლადი D2 გვაქვს, სტარი ჯიათი, დიპქერი საკიდი. რა ვიცი, ეს ედისიდანად ვფიქრობ ძალიან კარგია და ლამაზიც არის ეს მწვანე ჯიათი მეგობრებო. ლონდონის გასაყიდი ფასი 60 ლარი იქნება ასევე ჩვენს მაღაზიაში და რა ვიცი, ვფიქრობ 60 ლარი მსგავსი ხარისხი ცუდი ნამდვილად არა, პირიქით კარგია და მან მიხარია რომ მსგავსი ნივთები ჩვენთან იქნება. ეხლა ყველაზე ძვირიანზე გადავიდეთ ამ დანებში, რომ წარმოგქონდეს წარმოდგენა სადღაც 45-დან 90 ლარი იქნება აი ეს კონკრეტული მოდელი რა, ულტემის სტარით. FT91 D2 ფოლადი, პირის ფინიში ნახეთ სატინი და 2 ტონში არა დასრულებული, ტარას სკეილებად გამოყენებულია ულტემი, დიპქერი საკიდი. ეს უკვე ცოტა ისეთი ძლიერი და უფრო დასაყრდენი დანის იმედს ვიტოვებს. თვითონ დიზაინია ესეთი, თორე სიმყარე და კონსტრუქციის ამბავში თითქმის ერთნაირია ყველა. ცოტა სკელია ფოლადიც და დიზაინიც ისეთია შერჩეული რა, რომ რაღაცა drop point-ი პირი, მინდა რომ ცოტა მძიმე სამუშაოები აკეთებინო, კარგად გაჭრის დარწმუნებული ვარ, ლაინერ ლოკი აქაც ჩამკეტი სისტემა და ფლიპერი გახსნის მექანიზმი. ეს არის ამათში ყველაზე ძვირიანი და ანუ როგორც ხედავთ არის აქ კიდევ სხვადასხვა დიზაინები, აგერ ტანტოს პირით არის ეს კონკრეტული მოდელი, მიკარტას სახელური, აგერ რაღაც დონატის იმით ვიზუალით, ლამაზი დანა ესეც საკმაოდ კარგი და კიდევ გვაქვს აქ მულტიტულები, როგორც შეამჩნევდით. აი ესეთი ერთპირიანიც არა აქვს ეს. აგერ ჩამკეტზე აქვს, რაც მთავარია, დანის პირი სატინის დაფარვით, აგერ ჩამკეტი ლაინერ ლოკი. უკან აქვს მინის სამტრევი, საკიდი კლიპსა, კრეები გვაქვს ნახოთ აბა, ეს სერიატორიანი დანა, თავად ხერხი და გამხსნელი რამდენიმენაირი
ამისი გასაყიდი ფასი მე მგონი 55 ლარია, კი, მე მგონი არა, ზუსტად 55 ლარი იქნება ჩვენ მაღაზიაში, ეგეც ეს მრავალფუნქციური ხელსაწყოც. კიდევ გვაქვს აი ესეთი თითელ ფერში აქაც ლაინერი ჩამკეტი მექანიზმი. აქ გვაქვს ცეცხლის ასანთები, მაგნეზია, სასტვენი, კომპასი. საინტერესო ნივთია საკმაოდ და ამას მოყვებოდა როგორც მახსოვს აი ეს სხვადასხვა ბიდები. ესე ძალიან საინტერესო ტიპია. ამისი გასაყიდი ფასი მე მგონი 100 ლარია. კიო თუ დამეხმარები თუ არა? ამის ფასი გამოდის. დიდის არის ეს პატარა? ესეც მე მგონი ამის ფასი 55 სავარაუდოდ. 100 ლარია ეს დიდი ისე ქირება მრავალფუნქციური. ყველა ზვირიანი ამაჩი ესაა და რავი 100 ლარის ვფიქრობ საკმაოდ ადეკვატური ფასია. აი ეს ნახეთ, ნახევარია ხარისხი საკმაოდ ისეთია რა, კარგია და ეს არ მოძრაობს, არ გადადის საცალკე ეს პირი, რომელიც რაც ჩვევია ხოლმე ამ ბიუჯეტურ და რაღაც პაზრობის მრავალფუნქციურებს და საკმაოდ კარგადაა ესეც გაკეთებული, აქაც გვაქვს კარგი დანა თავისი ჩამკეტით. ძალიან მომწონს, აი ყველაფერი ჩამკეტზე არის რა, ძალიან მომწონს ხოლმე მრავალფუნქციურში, როცა ჩამკეტზე არის ეს დამატებითი დეტალები რა და რაღაც მუშაობის დროს შემთხვევით არ დაგეკეცება, ამასაც მოყვებოდა რაღაცა ბიტები როგორც მახსოვს. აქ დანის დასაშლელი ისინია როგორც მივხვდი. ჯვარედინი და ტყელთავიანი სახრახნისიც არის. კიდევ ფიქსირებული დანა აქ. მე მგონი ესეც 100 ლარად გვექნება მაღაზიაში, შავი შტოუნოში დაფარვით მიკარტის ტარი, საკმაოდ პრაქტიკული, აიდექსის ხარქაშით. რა მშვენიერი ფიქსებია მეგობრებო. ყველაზე პატარა მე მგონი ამ დანებში ესაა, გიო ამის გასაყიდი ფასი გამახსენოთ ისე. 40 ლარი, საკმაოდ ბიუჯეტური, თხელი. კარგი დანაა, ძალიან მომეწონა ეს, კაი ტიპია. მსუბუქია, ძალიან, თავისი ზომიდან გამომდინარე, არც არის გასაკვირი და საკმაოდ საყვარელი პატარა დასაკეცი დანა. რავი და ბიუჯეტური რა. მოკლედ ეს არის მეგობრებო ჩვენი სიახლე ჩვენს მაღაზიაში. ჩვენი სიახლეები, რაოდენობა გვაქვს ამ დანების, თითო ეგზემპლარად არაა ჩამოტანილი. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, გადახედეთ მე ჩვენ საიტზე დიზაინებს და რავი, დაინტერესების შემთხვევაში მოგზავნით ჩვენი მისამართი ლოკაცია, ყველაფერი არის ვებგვერდზე მითითებული. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით დაგემშვიდობებით.